27 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ამავდროულად ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ომმა 14,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფხაზეთი დროებით მოწყვეტა დანარჩენ საქართველოს და 300,000-მდე ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის სასახებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღე მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის წინააღმდეგ აფხაზ სეპარატისტებთან ერთად დაქირავებული ჩრდილოკავკასიელები, კაზაკთა მილიციისა და რუსეთის სამხედრო ძალების შენაერთები იბრძოდნენ. სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მოედანზე ყოველწლიურად იკრიბებიან ხელისუფლების წევრები, ომის ვეტერანები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, იხსენებენ და პატივს მიაგებენ დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. წელსაც 27 სექტემბერს გმირთა მემორიალთან მივიდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული დღეა. ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს ის, რომ იმის გაგება და იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ყველაზე დიდი ჩვენი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში უნდა ერთიანი სახელმწიფო ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვიდობა არის ის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი. შრომა 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ. 27 წელი გავიდა ამ მძიმე დღიდან. ტკივილი არის ისევ ცოცხალი. აქ არიან შულმკვდარი დედები, აქ არიან დედები, რომლებიც ჯერ კიდევ ეძებენ უგზო-უკლო დაკარგულ საკუთარ შვილებს. ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ კონფლიქტმა საუბედუროდ, რომელიც ალბათ არასდროს უნდა მომხდარიყო და შეიწირა როგორც ქართულ ისე აფხაზურ მხარეს, ისე როგორც არასდროს აშკარაა, რომ ეს იყო ჩვენი ყველას საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი. სოხუმი დაეცა და აღარასდროს გამხდარა ისეთი, როგორიც მანამდე იყო. დღეს მთლიანად აფხაზეთის რეგიონი არის ოკუპირებული, არის ფაქტობრივად იზოლირებული ხელოვნური ბარიკადებით, მძიმეა იქ მდგომარეობა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. თქვენ იცით, რომ 300,000-მდე ადამიანი დევნილობაში, რომელმაც უმძიმესი გზა გამოიარა, დღემდე ელოდება საკუთარ სახლებში დაბრუნებას და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, იმიტომ რომ ეს არის განუყოფელი უფლება, მაგრამ დღეს მე მინდა აი ამ ტკივილით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმასე, თუ რა მოიტანა ამ ყველაფერმა, ამ კონფლიქტმა, ამ წლებმა, დღეს მიღებულმა სიტუაციამ, ოკუპაციამ, როგორ დავზარალდით ყველა და გავაცნობიეროთ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი არის ერთის მხრივ და საჭიროც, რომ გადავდგათ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები, აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისკენ, ნდობის დაბრუნებისკენ. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენს თანამედროვე ისტორიაში. ეს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, იყო მოწყობილი ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და ჩვენ დღეს მივაგებ პატივს იმ გმირების წინსიცავდა ჩვენ სახელმწიფოებრიობას. დღეს ჩვენ ვიცევს ბრძოლა როგორც ოკუპაციასთან, ასევე დევნილების უფლებების დაცვას და ამავდროულად ჩვენ ვიცევს დაცვა აფხაზი ერის, ენის და ეთნოსის. ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას, მძიმე დღე არის ძალიან, 26 წელია უკვე ამ ჭრილობით მოვდივართ და დღეს იქით ხარეს ცხოვრებლებსაც მინდა მივმართო აფხაზებს, როგორც აქეთ ხარეს
არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ. პასუხისგებლობა ჩვენზეა. ჩვენი თაობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში მომავალი თაობა მაინც უნდა ცხოვრობდეს მშვიდობაში. და ტერიტორიული თლიანობის საკითხი არ არის ის თემა, რომელიც პრინციპულ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ თემას განეკუთვნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტაბილურობაზე და ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისგებლობა. დღეს თუ ეს სიტყვებია ზოგადი, ხვალ ეს რეალობა გახდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღევანდელი დღე არის ჯვართამაღლება. სწორედ ამ დღეს დაიღუპნენ ჩვენი სასახელო ყველაზე დიდებული ადამიანები. ჟული შარტავა, ხაზგასმით უნდა ითქვას რაულ ეშბა, რომელიც იყო ეროვნული სულით ხორცამდე აფხაზი, სუმბატ სააკიანი, რომელიც ჟული შარტავას მოადგილეები იყვნენ. თავი ამ ადამიანებმა საქართველოს ერთიანობისთვის შეწირა თავი. ამ ადამიანებმა გაწირეს საქართველოს და აფხაზების ინტერესებისთვის თავი. და მე მჯერა რომ მაინც დღევანდელი დღე ეს წლები იქნება სიმბოლო იმისი, რომ ჩვენ ყველამ ერთად ის გოლგოთა გავიარეთ, რომელიც იყო ტრაგიკული ყველა ჩვენთაგანისთვის. დღეს მინდა მივმართო აფხაზებს და აქედან მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიცხოვროთ ერთად და ჩვენ მივაღწევ და მოვახერხებთ ერთად ცხოვრებას. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი იქნება სიმბოლო ჩვენი გაერთიანების და სიმბოლო იქნება ჩვენი მომავალი ერთად ყოფნის. ჩვენ არაფერი არ გქონდა გასაყოფი და ასე რომ მოხდა ძალიან წუხოში. არავინ არ გამწარებული იყოს. ყველა დედები, შვიდობა, ჯანმრთელობა, ყველა ახალგაზრდებს უსურვებ. ჩემი შვილი ყოფილი იყოს პირველი და უკანასკნელი. უსურვებ წინსვლას, ჯანმრთელობას, თელ საქართველოს და ქართულ ხალხს. მე ვერ ვძლებ უკვე. ვერ ვძლებ და ბევრი ხანია უკვე ცოცხალი ვარ ჩემი შვილის შემდეგ და სიკვდილი მინდა. დიდი მადლობა. დღესვე საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირი ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინებით შეამკეს და პატევი მიაგეს მის უკვდავ სახელს. ეროვნული გმირის საფლავზე მივიდნენ ეროვნული ერთიანობის ცენტრის ჟიული შარტავას საზოგადოების წევრები, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და ახლობლები. ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან რთულია, მაგრამ რატომღაც სულ წამსა მჯერა, რომ საქართველო მაინც გაერთიანდება და ერთიანი და მთლიანი იქნება. დღეს სამწუხაროდ ის დღეა, რომელიც ტკივნეულია არა მარტო ჩვენთვის, ყველა იმათვის, ვისთვის ახლოს არის ჟული და ახლოს არის მისი გმირობა. მადლობა ბატონ ჟულის იმ საოცარი თავგანწირვისათვის, რაცაც აკეთებდა ჟული, ამის გაგრძელება გვინდა ჩვენ მშვიდობიანი გზით, მოვგვაროთ ის საკითხები, რომელიც დღეს ქვეყანას მაინც მძიმე ტვირთად აწევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის ცხოვრებას არ ჩაუვლია უკვალოდ და იქნება ყველაფერი ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ურთიერთობას, აფხაზ და ქართველთა ურთიერთობას. დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს ეროვნული გმირის გურამ გაბისკირია საფლავი და კიდევ ერთხელ პატევი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას. აქ საუკეთესო ქართველები განისვენებენ, ჩვენ ძალიან გვტკივა გული, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ეს ადამიანები ცოცხლები არ არიან, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის გმირობის არნახული მაგალითი. აი ეს სიტყვები, რომელიც ბატონი გურამის საფლავს აწერია ნიკაგდა ვჟიზნი, ეს არის ყველა სახელმძღვანელოში შესატანის სიტყვები. მან არა მარტო საკუთარი თავი უკვდავყო ამ სიტყვებით, არამედ ქართველი ერი უკვდავყო და აი ქართველი ერის დიდებას ემსახურება ეს სიტყვები, მომავალ გამარჯვებას, მომავალ ჩვენს წარმატებებს და სიტყვებით ვერ გამოხატავ იმას, რასაც განიცდი, როდესაც ამ ადგილას ემყოფები. სოხუმი დღემდე დაცემულია, ეს არის დროებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აფხაზებთან ერთად დავიბრუნებთ სოხუმსაც და მთელს აფხაზეთსაც. 27 სექტემბერი არავითარ შემთხვევაში არ არის სოხუმის დაცემის დღე, ეს არის დროებით იქიდან ჩვენი წამოსვლის დღე, იძულებით წამოსვლის დღე და ეს არის რწმენისა და იმედის დღე. და როდესაც ამ დღეზე ვსაუბრობთ და როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობ, პირველ რიგში წინა პლანზე იწევს სამშობლოსათვის
თავშეწირული გმირები. თითოეული მათგანი, ვინც ამ ომში მონაწილეობდა, ვინც დაიჭრა და ცოცხალი დარჩა, ვინც დაიღუპა, არის თითოეული გმირი. მისი ოჯახი არის განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევი. როდესაც ამ ადამიანებზეა, იმ გმირებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება წინა პლანზე არ წამოვწიოთ ბატონი ჟიულის გმირობა, ბატონი გურამ გაბისკირიას გმირობა, ის ცნობილი სიტყვები და დამოკიდებულება. ეს იყო გზავნილი თითოეული ქართველისადმი, თითოეული შემდგომში რო დაიბადება იმ ადამიანებისადმი, ვინც ეროვნულ ღირსებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაგოს. მე ამაყი ვარ, რომ ჟიული შარტავას თანამემამულე ვარ, მე ამაყი ვარ, რომ გურამ გაბისკირიას თანამემამულე ვარ. არ მინდა ვინმე გამომჩეს აქ ჩემი კოლეგა ასვენია მიხეილ ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც გაგრაში დახვრიტეს. მე ამაყი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ. ყველა ადამიანის ამ ადამიანის წინაშე ქეთს ვიხრი. მე ვარ კახა აბულიძის დედა, რომელიც 93 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას თვითმფრინავში იყო და დაიღუპა იქ. 25 წლის შემდეგ ამოცნობილი იქნა ჩემი შვილი და დაკრძალულია აი ამ სასაფლაოზე. ჩვენთვის საერთოდ აფხაზეთის ომი ყველაზე მტკივნეულია, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანები შეეძინენ ამას. ჩემი ორი შვილი იბრძოდა იქ, ეს ყველაზე პატარა იყო 20 წლის. აი ძალიან გული მტკივა, რომ ამბობენ კონფლიქტი. ეს კონფლიქტი არ ყოფილა, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი და ძალიან მინდა რომ აი ეს სახელწოდება უნდა შეუცვალონ. ჩვენ შვილებს არაფერი ჰქონდათ საკონფლიქტო ხაზებს შორის. ეს არის ძალიან მტკივნეული დღე. იმიტომ რომ ის იმედი, რაც გვეგონა რომ დავიცავდით და ჩვენი იქნებოდა აფხაზეთი, ეხლაც ჩვენია, მაგრამ მაინც დროებით დავტოვეთ ის. ძალიან დიდი იმედი მაქვს სხვათა შორის ახალგაზრდობის, როგორც აქაური, ისე აფხაზეთში მაცხოვრებლების დაუმეგობრდნენ ერთი მეორეს და მათი ძალით იქნება როგორმე გაერთიანება და გამთლიანება მოხდეს საქართველოს.